მოგესალმებით შემოკარგებო. მზე გვაქვს ისეთი რომ მოღიავებული ვარ სახლის მაცვია ზედა მაცვია ჩემმა გოგომ დამირეკა ფრჩხილზე ორის ნაცვლად მოდი პირველზეო და გავარბივარ გამეხარდა ჩემთვისაც კარგია თმასაც მოვასწრებ დღეს დღევანდელი დღის გეგმა არის ცოტა დასვენება და ცოტა თავს მოწესრიგება ტასიკო უკვე მართალია ჯოხს იყენებს მაგრამ მაინც კოხტად დადის და თვითონაც მოენატრა სამზარეულოში თვითონ ფათაფუთებს ასე რომ თუ არ მოუმზადებ და მე სხვა საქმე მექნება არ არის პრობლემა აი ასე წუხალის ადრე დავიძინე და დასულოს თვითონ მიუხედია ყველაფერს მე ესე დამეძინება ხოლმე ხო კისერი მაგ გაშეშებული გადამივლის აი რომ ავდგები გავხურდები რომ მოძრაობ ხელებს რომ ვიქნებ გავხურდები გამივლის დილით ისევ გაჭეფილი ვდგები თავსაც მატკიებს რაც გამაყუჩებელი დავლი თავსაც მატკიებს მე მგონი უფრო გავწვით დამგრილა როგორც ქართულში ამბობენ ჩვენთან დაიწყო კულტურის სახის ეს არის ყოფილი კულტურის სახლი რომელიც იყო ძალიან სარემონტო გაფუჭებული და აკეთებენ საოცარი რიცხვი კი დააფერთხეს ამის რემონტისთვის რაღაცა პატარა სცენა ექნება და რაღაცა და რაღაცა აქ ყოფილა თურმე საოცარი კულტურის სახლი უზარმაზარი რაღაცა ძალიან ლამაზი ფრესკებითო ძალიან არაჩვეულებრივი ხის მასიური კარითო უზარმაზარი ბროლის ჭაღით ძალიან კარგი აკუსტიკა ყოფილა უშვებდნენ ფილმებს გავდნენ სპექტაკლებს ჩამოდიოდნენ ცნობილი არტისტები და გავდნენ სკეჩებს მოკლედ ჩქეფდა თურმე ცხოვრება ქარელზე ბევრად უფრო ცოცხალი ყოფილა აგარა იმიტომ რომ აი აგარაში ყოფილა 23 მე მგონი საწარმო ქარელზე არც ერთი არ ვიცი ხა რამდენად არც ერთი მაგრამ ესე ამბობენ აქაურენ ხო იცით ეს მუდმივი ქიშპობა ხაშუროვს და ბორჯომელს შორის და ბორჯომელს და ახალციხეს შორის გეგონება დიდია საქართველოს მაინც ერთმანეთს კარგია კარგში შევეჯიბროთ კაი ბატონო ცუჩინ შევეჯიბრებით და მტრობაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი რა დამავიწყდა აი ყოჩახ მაკა ყოჩახ არა უშავს ალბათ ესე იყო საჭირო ახალი ლაქები დამავიწყდა უნდა გვესინჯა მე და მარის გუშინ მივწერა ერთული მაქვს როდის ვიხმარ მეთქი და დამავიწყდა არა უშავს 15-20 დღეში ისევ აქ უნდა მოვიდე ასე რომ წინა დღეს რაღაცა მარის უამრავი ფერი აქვს რამეს ავარჩა დიდი სიამოვნებით მისი ფერით ვისარგებლე ასევე უკანა გზაზე უნდა შევიძინო ხაჭო აქ ერთი მაღაზია აიღებს კონკრეტულად ერთი ფერმიდან მაწონს და ხაჭოს არ ვიცი რამდენად რძეს უნდა ვიკითხო და ეძახიან ჰოლანდიურ ფერმას იმიტომ რომ ჰოლანდიური ჯიშის ძროხები ყავთ მას ჰოლანდიელი ძროხები ყავსა სადღაც აქვეა რომელიღაცა სოფელში დამცხა ნირაბი წამოვიღე მარის პატარა ყავს ბაია და არ მინდა ისე დავჯდე რამე არ გადავდო რა ვიცი მაინც ქუჩაში არ გავიკეთე იქ გავიკეთე ადგილზე დღეს შემოკარგებო ასევე მინდა გაჩვენოთ შენაძენები გუშინდები რასასაცილოა რა არ ვაპირებდი არაფერს ყიდავს ისე შევივლით თქვა ხა მეც კაი ტიპი ვარ თუ არაფერს ყიდავს არ აპირებ რას შედიხარ მაშინ ესე იგი აპირებ ხო და შენ თავს ატყუე
მაგრამ ძალიან კარგი დღე იყო, 10 ლარიანი დღე იყო და მაგ დღეს ძალიან კარგი რაღაცეები აქვს ხოლმე. და ღირს მაგ დროს შესვლა. პირველ რიგში ჩავდივარ ხოლმე ფეხსაცმელში. ახლა როგორ არის იგი? 10 ლარიან ბოტას. გამორიცხული არ ვარიყი და სულ ახალი Under Armour. Under Armour-ის ფირმა კომპანია არასდროს არ მქონია არაფერი. არაფერი არ მქონია Under Armour-ის. არც უმბროსი, არასოდეს. და ეს არის პირველი Under Armour-ის ბოტასი შევიძინე. იცით როგორ გემრიელია, აი, როგორც რბილი წინ დაამოიცვა, აი ესეთი ნაზი და გემრიელი. ასევე ოჯახისთვის შევიძინე. რაც ძალიან მინდოდა. ყველაფერი დავრეცხე უკვე. გავფინე, მოგეხსენებათ, როგორც ხედავთ მზეა. საღამოსკენ გაშრება და აუცილებლად გაჩვენა. ხაჭო უნდა ვიყიდო აქ, ხაჭო. აქეთან ხო არ გავიყოლო, უკანა გზაზეც უფრო დილის საათებში ახალ. დღეს მინდოდა დედიკოსთან გადასვლა, მაგრამ ბევრი საქმე გაქვს. საღამომდე არ შეიძლება კიდე მოვიფიქრო რამე. ხალხო არაბუნებრივად ცხელა 28 გრადუსი ნამეტანია. ნამეტანია. და თბილისში ისე დავიღალე, ისე საერთოდ ისე მღლის თბილისი. აი არ ვიცი. ძალიან მღლის. ეს ფუთფუთი ეს ბევრი მანქანა და რა მემართება იცით კიდე? თბილისში რო ვატარებ. ნახევარ დღეს დავუშვათ ხო და დავდივარ საქმეზე იმაზე ამაზე. რო ვბრუნდები აგარაში. იმ ღამეს სუმცემს გამონაბოლქვის სუნი. ისე მაგ გამჯდარი ცხვირპირში. ყველაფერს ხო ვიცვლი რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მთელი ღამე გამონაბოლქვის სულს გრძნობდი. ავდექი კიდევაც და აივიდან გავიხედა რამე ხო არ იწვის. ოჯახის წევრებმა მითხრეს არაფრის სუნი არ დგასო. მიკი გავჩუმდი, მაგრამ იდგა. მე ჩემთვის იდგა. და რა ჭაჭიათი მზია. ქოლგით ხო არ ვიარო. ქოლგით ხომარ ვიარო. ქოლგით ხომარ ვიარო. მე შემცნობენ აგარაში ჰიპის ქოლგა მქონდა ჩემი სამსახურის და ჯერ მეჭირა მზისთვის, მერე მეჭირა იმისთვის, წვიმისთვის, მაგრამ უფრო მეტად თან დამქონდა ხოლმე იმისთვის. როგორც ჯოხი ძაღლებს. ხო და მაინც რაღაცა იმედია ახლა, რომელიც მე ვარ შვარცნეგერი, იმ ჯოხი მოვიქნიო, მაგრამ მაინც რაღაცა იმედია, გაშლი ბოლო-ბოლო და მოეფარები იმ ქოლგა. ხო და ესე მიცნობდნენ რომელი გოგო ქოლგით რო დადის, ახალი თბილისელი გოგო როა? მე მრჩებოდა ხოლმე ეს ქოლგა ყველგან და მინდა ხალხი მივდიოდი მომქონდა. აქ შეთიპური გავხსნიათ. რა მაგრობა? აი ასე მოვედი ჩემო კარგებო, ჩემ მარისთან. კარგ დღეს გისურვებ და რა თქმა უნდა დღეს შეგეხმიანებით. ეს ბოლო 2 დღე ჩემი კბილების გადამკიდე და თბილისში ბოდიალის გადამკიდე ძალიან მოკლე ვიდეოები ჩემოვიფარგლე. რასაც ვიღებდი ეს იყო, თუმცა უფრო მეტის თქმა მინდოდა და მეტად მინდოდა ჭორაობა, მაგრამ როგორც გამომდიოდა, ისე ვაკეთებდი. ახლა მთლად თქვენი ვარ. კარაი ასე ჩემო გოგოებო. ჩემი საყვარელი ისფერი, ჩემი საყვარელი ბრჭყიალა და ჩემმა მარიმ რაღაცა ძალიან ლამაზი ყვავილი დააკოსა. მე ხო ჩემი ფერები დამრჩა და გადავწყვიტე რომ კურთუკი არ მაცვია და მძვრება და მიჭირავს ესე ცალმხარზე იმასა გუსარები. დედა ღმერთო რა სასიამოვნოა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა სადახარო. შენ კორპუსში მოვდივარ ექიმთანო, კბილის ექიმთანო და თუ მიუსწარი შეუვლი. ხალხი ჩემ კორპუსთან მოდის კბილის ექიმთან და მე თბილისში გავარდი. და კბილის ექიმთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა იკითხა თქვენთაგანმა
და ვაჟღერებ, რა თქმა უნდა, ჩემი სტომატოლოგის ნებართვით. ჩემი უკარგესი, უგემრიელესი, უთბილესი და უტკბილესი სტომატოლოგი და მეგობარი ნინო ხაჩიძე თავისი სტომატოლოგიური კლინიკით იმყოფება ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე. სკრინს ჩავაგდებ თავის ტელეფონის ნომრით. მიბრძანდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არაჩვეულებრივ მომსახურებას მიიღებ. შევიჭრიკოთ ჩემს საყვარელ მაღაზიაში. აქ არის ხატვის წრე. საერთოდ გავიხადოთ ეს ქურთუკი. არ გინდა. აქ რამე ხო არ მინდა ნეტა ღალაძეების მაღაზიაში. მე მგონი არა. გონი არა. ახლა დიდი სიამოვნებით შევიღებავდით მას, მით უმეტეს რომ საღებავით მიდევს ჩანთაში. თუ ექნება ადგილი ჩემ გოგოს, აუცილებლად შევალ, წავისმევ და წასმული ავალ. ფუტკარი მოფრინდა, ფუტკარი დააჯდა ჩემ ტელეფონში და გაფრინდა ისო. შეიძლება იმიტომ რომ ფრჩხილის ზეთი მისვია, შეიძლება ამის არომატზე მოვიდა. ახლა მინდა რომ გაჩვენოთ, არ ვიცი რამდენად დაინახავთ. ჩემ შულსაც უნდა ვაჩვენო. აივანი აქვთ ამოშუშაბანდებული და ერთი აივანი რომ გამაკეთებინა ესე ძალიან კარგი იქნებოდა. აი მივალ ახლა ახლოს. ერთი აივანი მე მგონი რომ ესე უნდა გავაკეთო. ეს აივანი ქვენად კოცას რო უყურებს და არა ავტობანს. უფრო მზიანს და უფრო განიერ აივანს დავტოვებ ღიას, უბრალოდ ბადეს გავუკეთებ, რომ ცხოველები არ გადავარდნენ და არ გაზურნენ და დანარჩენი აქეთ აივანი მექნება ესეთი და მცენარეებისთვის იქნება. აი ესე ნახოთ. ნახოთ, შევდივარ ახლა მაღაზიაში. არ დამოვიწყდეს ხაჭო უნდა ვიყიდო. ძალიან მომენატრა ხაჭო. ცხოველების საჭმელები შევიძინე. ლომად შევიძინე, რომ იყოს თან ფასტაკლება ქონდა თამათთან. მოვიკითხე ხათუნა. ჩემი ყოფილი თანამშრომელი. და მოვიკითხე, იმიტომ რომ ხაჭოს აღარ ვიღებდო. არავინ არ ყიდულობდაო და იზარალაო კაცმაო და აღარ მოაქვს. ხოშა. ვიფიქრე ხათუნას შეუვლი, იმიტომ რომ ძროხები ყავს და ყველს აკეთებს, ან რძეს ავიღებ, ან იქნებ თვითონ აკეთებს ნადუხს ან ხაჭოს. რას კითხულობო ხათუნაო? იტალიაში წავიდა. ძალიან კარგი ღმერთმა ხელი მოუმართოს. აქ რომ მუშაობდა, იმის მესამეც იმუშავებს, რასაც მუშაობა ქვია. ჯაფა და ოფლის ღრა ექნება მესამედი, ან მეოთხედი. და აიღებს სამმაქროფას. ესე კი ოჯახისგან შორს, მაგრამ დღეს მერთმა ხელი მოუმართოს, უნდა დავეკონტაქტო დღეს Facebook-ზე. ხათო თუ მიყურებ, კაი გოგო ხარ. თუ რამე დაგჭირდეს, მომწერე. სად ახარ, რომელ ადგილას, რომელ ქალაქში?
გება როგორც ხედავთ აივნის კარი მაქვს ღია თეთრეულს თვლი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ არც ძივა არც ხელა და საერთოდაც ფანტასტიკური ამინდია ბავშვები გარეთ თამაშობენ ფეხბურთს დღეს ორი პირი სარეცხი გამიშრა მით უმეტეს რომ პირველი გავფინე სადღაცა 3-ზე და მეორე გავფინე სადღაც 6-ზე იდეალურად შრება ასე რომ კაი ხასიათზე ვარ და მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის ამ საღამოს ჩემი შენაძენები თბილისში ამის გაშლას და მთლიანად ჩვენებას აზრი არ აქვს, უბრალოდ ფერს გაჩვენებთ. ეს არის ერთსაწოლიანი სქელი მატრასის რეზინიანი ზეწარი. შევიძინე 2 ცალი, იყო წვილი, მეტი არ იყო, არ ქონდა არა ბალიშისპირი, არა სხვა რამე. შევიძინე ეს 2 ცალი, ძალიან გამეხარდა რომ 2 იყო. მიყვარს მე ესეთი რეზინიანები, არ მიდიმოდის, ეს 1. უბრალოდ ეს წვილი ასევე ამის ჩვენებასაც აზრი არ აქვს, უბრალოდ გაჩვენებთ ფერს. და მინდა გაჩვენოთ, ნახეთ რა ხარისხიანად აქვს მიკერებული აი ეს. შეგიძლია იმაში გაუყარო, ხის კარნიზში, შეგიძლია საკიდებისთვისაც აქვს აი ესენი. მოკლედ ძალიან კარგი ფარდაა რა. აი ესეთი მტრედისფერი ფარდაა. ესეც წვილი, მძიმე, ესეთი ტილოსი. და ვინაიდან და რადგანაც მე ვაპირებ ესეთ საძინებელი შევღებო მუქ მომწვანო ლურჯ ფერში ეს იქნება იდეალური ფერი მე მგონი. წვილი ფარდა, წვილი ზეწარი და ვიყიდე კიდევ ერთი ჩვეულებრივი თეთრი ეს აშკარად მზეზეა ნაკიდები. სადღაც ესეთი ოდნავ გაბაცებული ზოლები დაყვება მზისგან. და რაც შეეხება ზეწარს და რაც შეეხება უშსაწოლიან თეთრ ქათქათა საბანს არის აბსოლუტურად ახალი. აი არც გარეთ ცხილა აი ესეთი. ეს არის საოჯახოები. რაც შეეხება ჩასაცმელებს, ვიყიდე შარვლები, ვიყიდე ბოტასები, რო გაშრება და შემოვიტან, იმასაც აუცილებლად გაჩვენებ. რა ბობო? ბავშვები ხმაურობენ? შენ ვერიყურები გარეთ? ბადე მაქვს მოხურული, მაგრამ ამ ბადეს ბუბუ აწვება და გარედან მაქვს მოდგმული გიფსოკარდონი და ეს მცენარე, რომელიც ჩემი არ არის და გაიყინა. ძველი პატრონის სულ არ მინდოდა რომ გაყინულიყო, მაგრამ რა ვქნა, რა უყო. ასევე მოდით ახლა ახლოდან ვნახოთ ჩემი ლამაზი შილაკი, ჩემი ახლად ნაყიდი 2 ფერი დაამრჩა სახლში მაცადე ბუბუსა და იისფერი არის ჩემთვის მშვენიერი გამოსავალი. წავისვი იისფერი, ეს რაღაცა განსხვავებული რძისფერი და აი ეს ყვავილები დააკოსა, იმიტომ რომ გაზაფხულიაო და ცოტა ხანი მქონდეს ეს აფერი არ მოხდება. აქ ეს არა ქვია, სიმძიმისთვის კინოლექსიკონია მიყუდებული. რა კარები არ მიიხუროს. ფარდა რო არა მაქვს, ნახეთ, ქაღალდი მაქვს გაკრული ამ ფარდაზე, მთელი ზამთარი ასე იყო. ხო და ახლა დროა რომ მივხედოთ ჩვენ საძინებლებს. აი ნახეთ, აქაც კარნიზი მოძვრა. მაქვს ამისი კარნიზი. ქონდა ამას უბრალოდ მოძვრა. სილიკონი გაშრა და მოძვრა. აქეთ არის. ეს 5 ჩემი კარადაა, ერთგვარი შიგნით წიგნები და ვეულები. მაქვს უბრალოდ კომპიუტერი. ამ პატარა მაგიდას კი აუცილებლად გავიტან აივანზე, იმიტომ რომ კარგი ამინდებია უკვე.